მედია თავისუფლება არ გულისხმობს ჟურნალისტების უფლებას გადააჭარბონ საკუთარ კომპეტენციას. ეს პრინციპი ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ალიბი უცხოური ჩარევისთვის. ნახოთ თუ რის გაკეთებას ცდილობს ამ დებატებში ევროპარლამენტი. ქალბატონმა მზია ამაღლობელმა 12 იანვარს პოლიციას სახეში სილა გააძნა და შესაბამისად ის მის ქვეყანაში გასამართლდება იმ პირების გარემოცვაში, რომლებიც შემთხვევის დროს იქ იმყოფებოდნენ. ფიქრობ ის, რაც ახლა ხდება, ევროკავშირის ერთგვარი აკვიატებაა საქართველოსთან მიმართებით. ბრიუსელი ცდილობს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის შელახვას. აშკარაა, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების თავიდან მოშორებას და ამისთვის ნებისმიერი საბაბის გამოყენებას აპირებს. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის მრავალი შემთხვევა ვიხილეთ. თუმცა ეს იმ ტიპის ჩარევები იყო, რომლითაც საქართველო ბოლო 12 წელიწადზე მეტია იტანჯება. იქ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან და რომელთა მთავარი მიზანი საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციაა. ქართველები ამაზე ღიად საუბრობენ და არც არასამთავრობოებს დაუმალავთ არასდროს, რომ ეს მათი მთავარი მიზანია. ჯერ კიდევ 1994 წლიდან ფინანსდებიან ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა ოფიციალურად ისინი ამ თანხებს ადამიანის უფლებების და ჟურნალიზმის გაძლიერებისთვის იღებენ. ეს პროცესი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს. საქართველოს არ სჭირდება ვინმე ერეოდეს მათ შიდა საქმეებში, არც მოსკოვიდან და არც ბრიუსელიდან. And human rights, and this has weakened the institutions of this country. The Georgians don't have need of anybody. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.